გამარჯობა. თქვენ უყურებთ Malpay-ის ოფიციალურ პრეზენტაციას. ამ ვიდეოში დეტალურად აგიხსნით, რას აკეთებს კომპანია, როგორ არის ორგანიზებული მისი სტრუქტურა, რა პრინციპებზე აგებული ბიზნესი და რა მიზნები დავისახეთ ჩვენთვის. დავიწყოთ ყველაზე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი კითხვით. ვინ ვართ ჩვენ? Malpay არის საერთაშორისო საინვესტიციო და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მუშაობს კაპიტალის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ფინანსების გადაკვეთაზე. ჩვენ ოფიციალურად ვართ რეგისტრირებული ჰონგ-კონგის იურისდიქციაში და თანამშრომლობთ კლიენტებსა და პარტნიორებთან მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში. Malpay-ის ბირთვს წარმოადგენს სპეციალისტთა გუნდი, რომელსაც აქვს გამოცდილება საინვესტიციო მენეჯმენტში, ალგორითმულ და მაღალი სიხშირის ტრეიდინგში, Web3 და Layer 2 პროექტებში, დიდი მონაცემების ანალიზსა და რისკების მართვაში. კომპანიას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი მაო იჩენი. მეწარმე და სტრატეგი, რომელსაც აქვს გამოცდილება ინვესტიციური და ტექნოლოგიური სტრუქტურების შექმნაში აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე. მისი მთავარი როლი აქვს ძელვადიანი ხედვა, რისკების კონტროლი და ბიზნესის მასშტაბირება. Malpay-ში ფუნქციონირებს რამდენიმე ძირითადი დეპარტამენტი. საინვესტიციო დეპარტამენტი, ალგორითმული, ტრეიდინგისა და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი, ანალიტიკა და რისკების მართვა, პროდუქტის განვითარების გუნდი, რომელიც მოიცავს საფულეებსა და გადახდის ინსტრუმენტებს, ასევე იურიდიული და შესაბამისობის დეპარტამენტი. თუმცა, ნებისმიერი გუნდი მხოლოდ ინსტრუმენტია. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის იმის გააზრება, რატომ შეიქმნა Malpay და რა პრობლემას უწევს დღეს ბაზარს. Malpay არ შექმნილა როგორც უბრალოდ კიდევ ერთი საინვესტიციო პლატფორმა. თავიდანვე ჩვენ დავდეთ საფუძველი ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გასახსნელად, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ბანკების, ფონდებისა და ინსტიტუციური მოთამაშეების პრივილეგია იყო. ჩვენი თითოეული პროდუქტი ერთი მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია. გლობალური ეკოსისტემის შექმნა, სადაც კაპიტალი ეფექტურად მუშაობს, რისკები ალგორითმულად იმართება და ტექნოლოგია აძლიერებს ადამიანის შესაძლებლობებს, ნაცვლად იმისა, რომ ჩაანაცვლოს ისინი. სწორედ ამიტომ ჩვენ საგზაო რუკაში ვავითარებთ რამდენიმე ძირითად მიმართულებას. Mao Wallet არის აპარატული საფულა, რომელიც შექმნილია ციფრული აქტივების უსაფრთხო და ავტონომიური შენახვისთვის. Mao BioCard არის ახალი თაობის გადახდის ინსტრუმენტი ბიომეტრიული იდენტიფიკაციით. იგი აერთიანებს ყოველდღიურ მოხმარებადობას და გაძლიერებულ უსაფრთხოებას. Mao Smart Coin არის ჰიბრიდული ტოკენი, რომელიც განკუთვნილია როგორც ციფრულ გარემოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამოსაყენებლად, აქცენტით მდგრადობასა და მასშტაბირებადობაზე. ერთად ეს გადაწყვეტილებები ქმნის მასშტაბირებად ფინანსურ ინფრასტრუქტურას, რომელიც ორიენტირებულია სისტემურ და მდგრად ზრდაზე. ჩვენ არ კონცენტრირდებით მოკლევადიან მოგებებზე. ჩვენ ვაშენებთ გრძელვადიან მოდელს. და ეს ბუნებრივია წარმოშობს ლოგიკურ კითხვას. რა მექანიზმები აძლევს Malpay-ის მოგების მიღების საშუალებას? პასუხი სრულად გამჭვირვალეა. ჩვენ მუშაობთ შესრულების საფასურის მოდელით ფიქსირებული საკომისიოების გარეშე. თქვენ იღებთ გარანტირებულ სამიზნე შემოსავალს, რომელიც მითითებულია თქვენ საინვესტიციო გეგმაში. როდესაც თქვენ აბანდებთ, თქვენი თანხები ერთიანდება საერთო სტრუქტურაში. ამავე დროს, ამ პულში ვამატებთ კომპანიის საკუთარ საინვესტიციო კაპიტალსა და რეზერვებს. გაერთიანებული კაპიტალი, თქვენი და ჩვენი, ნაწილდება სამ მიმართულებად. ესენია მაღალი სიხშირის და ალგორითმული კრიპტოვალუტის ტრეიდინგი, ინვესტიციები Web3 და Layer 2 პროექტებში, ასევე ხელოვნური ინტელექტით მართული ანალიტიკა და ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები. ჩვენი სავაჭრო და ანალიტიკური ალგორითმები სისტემატურად ქმნიან სამიზნე დონეზე მაღალ შემოსავალს. ფაქტობრივ შედეგსა და ინვესტორის შემოსავალს შორის სხვაობა წარმოადგენს Malpay-ის საოპერაციო მარჟას. თუ ბაზარზე დროებითი ვარდნა, კომპანია იყენებს საკუთარ კაპიტალს, რათა ინვესტორებმა მიიღონ დეკლარირებული შედეგი. თქვენ იღებთ პროგნოზირებადობასა და სტაბილურობას. ჩვენ ვიღებთ შემოსავალს მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი აღემატება სამიზნე მაჩვენებელს. ეს სამართლიანია და მომგებიანია ორივე მხარესთვის. თუმცა ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიმდინარე შემოსავალი, არამედ მონაწილეობის პირობებიც. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მოსახერხებელ და მოქნილ დეპოზიტის გეგმას. სტარტერი 1.00-დან 1.000 დოლარამდე, დღეში 0.5 რეინჯი 2.0 დღის განმავლობაში. ძირითადი თანხა ბრუნჯება. ოპტიმალური
1000-დან 10000 დოლარამდე, 0.7-დან 1.2%-მდე დღეში, 30 დღის განმავლობაში. პრემიუმი 10000-დან 100000 დოლარამდე, 1.0-დან 1.5%-მდე დღეში, 40 დღის განმავლობაში. ეიტა 100000-დან 1 მილიონ დოლარამდე, 1.2-დან 1.7%-მდე დღეში, 50 დღის განმავლობაში. Venture VIP-სადან 1 მილიონ დოლარამდე, 1.5-დან 2.5%-მდე დღეში, 200 დღის განმავლობაში. ძირითადი თანხა შედის. Venture პრემიუმი 100-დან 1 მილიონ დოლარამდე, 2.0-დან 3%-მდე დღეში, 300 დღის განმავლობაში. პირველი მოგება ირიცხება 24 საათის განმავლობაში. დამალული საკომისიოები არ არსებობს. დაუყოვნებელი განაღდებები. თითოეული გეგმა მოქმედებს მკაფიოდ განსაზღვრული პირობებით. ამ პირობების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად ინვესტორებს შეუძლიათ კომპანიასთან ურთიერთობა გააფორმან ერთიანი მონაწილეობის, ინვესტიციისა და პარტნიორობის ხელშეკრულებით. UPIPA ეს არის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება. ის განსაზღვრავს მონაწილეობის პირობებს, კაპიტალის დაცვის მექანიზმებს და მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ირჩევენ ხელშეკრულებით ურთიერთობის ფორმატს. ხელშეკრულება იდება ელექტრონულად KYC პროცედურებისა და OTOPO დადასტურების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სწორ იდენტიფიკაციას. დოკუმენტი შეიცავს პერსონალური მონაცემების დაცვის დებულებებს ჰონგ-კონგის კანონმდებლობის შესაბამისად. დავების შემთხვევაში ხელშეკრულება ითვალისწინებს გადაწყვეტას ჰონგ-კონგის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მეშვეობით, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საარბიტრაჟო ინსტიტუტად ითვლება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ UPIPA სავალდებულო არ არის, არამედ წარმოადგენს დამატებით იურიდიულ გამჭვირვალობასა და დაცვის დონეს იმ ინვესტორებისთვის, ვისაც ეს მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამავდროულად, UPIPA არის უფრო ფართო იურიდიული ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც MAOPay-მ შექმნა სხვადასხვა კატეგორიის ინვესტორებთან მოქნილი, გრძელვადიანი და მდგრადი თანამშრომლობისთვის. თუმცა ხელშეკრულებები და ინდივიდუალური იურიდიული ინსტრუმენტები დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. მათი ეფექტიანობა ყოველთვის დამოკიდებულია კორპორაციულ სტრუქტურაზე, იურისდიქციასა და ბიზნესის პრინციპებზე. სწორედ ამიტომ შემდეგი მნიშვნელოვანი ასპექტია კითხვა MAOPay-ის ლეგალურობისა და ინსტიტუციური საფუძვლის შესახებ, იმ ბაზის შესახებ, რომელზეც მთელი კომპანიის ეკოსისტემა დგას. თქვენთვის როგორც ინვესტორისთვის, ლეგალურობა უბრალოდ ფორმალობა არ არის. ეს არის მდობის, კაპიტალის დაცვისა და გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველი. MAOPay არის ოფიციალურად რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ჰონგ-კონგშია ინკორპორირებული კომპანიის ორდინანსის შესაბამისად. კომპანიას აქვს მოქმედი ინკორპორაციის სერტიფიკატი, წესდებითი დოკუმენტები და სრულად ჩამოყალიბებული კორპორაციული სტრუქტურა, ასევე მთავრობის ავტორიზაცია საინვესტიციო სექტორში სავაჭრო საქმიანობის საწარმოებლად. მნიშვნელოვანია გამოვხოთ კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა. NNC1 ინკორპორაციის ფორმის მიხედვით, MAOPay-ის ავტორიზებული სააქციო კაპიტალი შეადგენს 1 მილიარდ $. ეს თანხა სრულად იყო გადახდილი რეგისტრაციის მომენტში. ეს ნიშნავს, რომ კომპანია შეიქმნა მასშტაბურობაზე, ინსტიტუციურ სტანდარტებსა და გრძელვადიან ოპერაციაზე ორიენტირებით. სრულად გადახდილი ავტორიზებული კაპიტალი არ არის დაპირება, არამედ სამართლებრივად დაფიქსირებული საფუძველი, რომელიც ასახულია ოფიციალურ დოკუმენტებში. კომპანიის წესდება მკაფიოდ განსაზღვრავს მმართველობის სტრუქტურას, დირექტორთა უფლებამოსილებებს, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებსა და პასუხისგებლობის შეზღუდვებს. კომპანია ასევე უზრუნველყოფს რეგულარულ ფინანსურ ანგარიშგებას. ფინანსური შედეგები ქვეყნდება კვარტალურად და ასახავს რეალურ შემოსავალს, ხარჯებსა და მოგებას, რაც საშუალებას იძლევა MAOPay-ის განვითარება შეფასდეს რიცხვებით და არა სიტყვებით. ჩვენთვის კანონიერება არ არის მარკეტინგული პუნქტი. ეს არის საფუძველი, რომლის გარეშეც შეუძლებელია არც ინვესტორის ნდობა და არც ბიზნესის მასშტაბირება. თუმცა, ყველაზე ძლიერი სამართლებრივი ბაზაც კი თავისთავად არ წარმოადგენს ღირებულებას. ნამდვილი სტაბილურობა იქნება აქტიური მომხმარებლების, ინვესტორებისა და ეკოსისტემის პარტნიორების მიერ. როდესაც საინვესტიციო კომპანიაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მდგრადი ბიზნესი მხოლოდ ინვესტორთა კაპიტალზე ვერ აშენდება.
გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიის ღირებულება იქ ყალიბდება, სადაც პროდუქტის რეალური მომხმარებლები ჩნდებიან. სწორედ ამიტომ MalPay-ისთვის კლიენტები არ არიან მეორეხარისხოვანი ელემენტი, არამედ ზრდის მთავარი ფაქტორია. ისინი ქმნიან სტაბილურ მოთხოვნას, შიდა ეკოსისტემის ბრუნვას, ბრენდის ნდობას და საბოლოო ჯამში კომპანიის კაპიტალიზაციას. ჩვენ შეგნებულად ვავიტარებთ პროდუქტებს რეგულარული ყოველდღიური გამოყენებისთვის და არა ერთჯერადი ტრანზაქციებისთვის, რათა მათ გამოიყენონ არა მხოლოდ პროფესიონალმა ინვესტორებმა, არამედ ჩვეულებრივმა ადამიანებმაც, რომლებიც ეძებენ მოსახერხებელ, უსაფრთხო და ტექნოლოგიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს ყოველდღიური ცხოვრებისათვის. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ჩვენ თქვენ არ გხედავთ როგორც საბოლოო მომხმარებელს, არამედ როგორც ეკოსისტემის მონაწილეს, რომელიც თანდათან ხდება მისი საფუძველი. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს MalPay-ის პროდუქტებს რეალურ ცხოვრებაში, მით უფრო მდგრადი ხდება ბიზნეს მოდელი. სწორედ ამიტომ ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას მოხმარების სიმარტივეს, მომხმარების გამოცდილებას და გრძელვადიან ნდობას. ჩვენ არ ვცდილობთ აგრესიულ ზრდას ნებისმიერ ფასად. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის, ერთგული და ჩართული აუდიტორია. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს MalPay-ს თანმიმდევრულად განვითარდეს და გააძლიეროს თავისი პოზიცია გზის რუკის თითოეულ ეტაპზე. ამ ზრდის დასაფართოებლად ჩვენ ვაშენებთ მოტივაციისა და განვითარების სპეციალურ სისტემას. MalPay-ის პარტნიორობისა და ლიდერობის პროგრამები ჩვენ ვაძლევთ MalPay-ის თითოეულ მონაწილეს, რომელიც მზად არის გაიზიაროს კომპანიის ხედვა და მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, შესაძლებლობას გახდეს ჩვენი პარტნიორობისა და ლიდერობის ზრდის მოდელის ნაწილი. ამ მოდელის ბირთვს წარმოადგენს დამატებითი შემოსავლის სისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ლიდერები მოტივირებულნი იყვნენ საკუთარი ქსელისა და გუნდის განვითარებაში. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ძირითადი პროგრამები, რომლებიც ამ სტრუქტურას ქმნის. პარტნიორობის პროგრამა, ჩვენი ხაზოვანი რეფერალური პროგრამა მოიცავს 20 დონეს. თქვენ იღებთ ჯილდოს თითოეული მოწვეული პარტნიორის პირველი დეპოზიტისთვის, ასევე დეპოზიტებისთვის, რომლებიც თქვენს ქსელში შემდგომ დონეებზე ხდება. ეს არის ეფექტური გზა შემოსავლის გასაზრდელად თქვენი გუნდის გაფართოების გზით. ბონუსები ნაწილდება შემდეგნაირად: 7% პირველ დონეზე, 3% მეორე დონეზე, 2% მესამე და მეოთხე დონეებზე, ხოლო 1% მეხუთე და მეოცე დონემდე. სულ შესაძლო რეფერალური ბონუსი აღწევს 30%-ს. მოცულობის პროგრამა. მოცულობის პროგრამა ითვლის თქვენი გუნდის ბრუნვას 20-დონიანი რეფერალური ქსელის ფარგლებში დეპოზიტების მიხედვით. დეპოზიტები ითვლება სპეციალური კოეფიციენტების გამოყენებით. 100% პირველ დონეზე, 90% მეორე და მესამე დონეებზე, 80% მეოთხე მეექვსე დონეებზე, 70% მეშვიდე მეათე დონეებზე, 60% მე-11-დან მე-15 დონემდე და 50% მე-16-დან მე-20 დონემდე. ეს სტრუქტურა ხელს უწყობს ქსელის ზრდას, რანგის ამაღლებას და უფრო მაღალ ბონუსებს გუნდის გაფართოების პარალელურად. ლიდერობის პროგრამა არის რანგებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც შექმნილია გუნდის განვითარებისთვის მოტივაციის გასაზრდელად. თითოეულ რანგს სჭირდება კონკრეტული გუნდის ბრუნვა და უზრუნველყოფს ფიქსირებულ ბონუსს $100-ში. გზა იწყება ასოცირებული პარტნიორით, რომლისთვისაც საჭიროა $10,000 ბრუნვა და $100 ბონუსი და გრძელდება მთავარ სტრატეგამდე, სადაც ბრუნვა $10 მილიონ აღწევს და ბონუსი $100,000-ია. Reinvest-ის პროგრამა მოიცავს 7 დონეს და აჯილდოებს პარტნიორებს განმეორებითი დეპოზიტებისთვის. თითოეული შემდგომი ინვესტიცია ქმნის ბონუსებს ზემდგომებისთვის შესაბამის დონეზე, რაც ხელს უწყობს რეგულარულ რეინვესტირებას და მდგრადი გრძელვადიანი შემოსავლის ზრდას. ბონუსები განისაზღვრება შემდეგნაირად: პირველი და მეორე დონეზე 3%, მესამე და მეოთხე დონეზე 2%, ხოლო მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე დონეზე 1%. ამბასადორის პროგრამა აჯილდოებს ლიდერებს რეფერალური ბონუსებით მათი გუნდის ყოველთვიური ბრუნვის მიხედვით. მონაწილეობის უფლება დამოკიდებულია საჭირო ლიდერული რანგის მიღწევაზე. ამბასადორ ლიდერ 1+ რანგისთვის 1% ბონუსი $10,000-ზე მეტი ბრუნვისთვის, 2% $25,000-ზე მეტი ბრუნვისთვის, 3% $50,000-ზე მეტი ბრუნვისთვის.
ქვეყნის ამბასადორისთვის, ლიდერ 4+ რანგისთვის 2% ბონუსი $25,000-ზე მეტი ბრუნვისთვის, 4% $50,000-ზე მეტი ბრუნვისთვის, 6% $100,000-ზე მეტი ბრუნვისთვის, 8% $250,000-ზე მეტი ბრუნვისთვის. გლობალური ამბასადორისთვის, ლიდერ 7+ რანგისთვის, 5% $50,000-ზე მეტი ბრუნვისთვის, 7% $100,000-ზე მეტი ბრუნვისთვის, 9% $250,000-ზე მეტი ბრუნვისთვის, 12% $500,000-ზე მეტი ბრუნვისთვის, 15% $1 მილიონ-ზე მეტი ბრუნვისთვის. ამბასადორის პროგრამის პირობები ეფუძნება გუნდის მთლიანი თვიური ინვესტიციის მოცულობას. როდესაც დადგენილ ზღვარს გადააჭარბებთ, იღებთ პროცენტს მთლიანი თვიური ბრუნვიდან. მაგალითად, თუ გუნდის ბრუნვა შეადგენს $26,000 და 2%-იანი ბონუსი ვრცელდება $25,000-ზე ზემოთ თანხაზე, თქვენი ჯილდო იქნება $720. გუნდის ბრუნვა ასე ითვლება. პირველი დონე $10,000 პირველ დონეზე 100%, $10,000 მეორე დონეზე 90%, მესამე დონეზე $10,000 90%, მეოთხე დონეზე $10,000 80%. ეს ყველა პროგრამა ერთიანი მასშტაბირების მოდელის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც MalPay ზრდის ბრუნვას, აფართოებს გეოგრაფიულ არეალს და ქმნის მდგრად მომხმარებელთა ნაკადს. ამ მიდგომამ კომპანიას საშუალება მისცა სტრატეგიიდან გაზომვით შედეგებზე გადასულიყო. ახლა ლოგიკურია ვნახოთ, როგორ იმუშავა ამ მოდელმა პრაქტიკაში, რა შედეგები იქნა მიღწეული, როგორ შეიცვალა შემოსავლის სტრუქტურა და რატომ გახდა 2025 წელი კონსოლიდაციის წერტილი და არა ერთჯერადი წარმატება. 2025 წელი MalPay-ისთვის კონსოლიდაციის წლად იქცა. ეს იყო არა დაპირებების, არამედ გამყარებული შედეგების წელი. ჩვენ დავიწყეთ 3 ძირითადი მიმართულების მკაფიო დაღრძნობით. ალგორითმული კრიპტოვაჭრობა, ინვესტიციები Web3-ში და Layer 2-ში, ასევე მონაცემთა ანალიტიკა. და წლის განმავლობაში არა მხოლოდ მასშტაბი გაიზარდა, არამედ გაძლიერდა ინფრასტრუქტურა, რისკების მართვა და სავაჭრო ოპერაციების ხარისხიც. წლის დასაწყისიდანვე კომპანია ყურადღებას ამახვილებდა დისციპლინასა და ეფექტურობაზე, ხარჯების ოპტიმიზაციაზე, სავაჭრო მოდელების განვითარებასა და ანალიტიკური ინსტრუმენტების გაუმჯობესებაზე. პარალელურად სტრატეგიული რეინვესტირება ხორციელდებოდა Web3 ინფრასტრუქტურასა და Layer 2 გადაწყვეტილებებში, რათა შექმნილიყო გრძელვადიანი ღირებულება და არ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ ერთ შემოსავლის წყაროზე. როდესაც ზრდა გაგრძელდა, საერთაშორისო ექსპანსიაც გაძლიერდა. განსაკუთრებით აზიაში და ამასთან ერთად ახალი კლიენტების შემოდინება დაჩქარდა და სავაჭრო მოცულობები გაიზარდა. ამავე დროს მთავარი ხარისხის მაჩვენებელი მომგებიანი გარიგებების წილი სტაბილურად უმჯობესდებოდა და წლის ბოლოს მიაღწია უმაღლეს დონეს, რაც ადასტურებს, რომ ზრდა მართვადი და კონტროლირებადი იყო. 2025 წლის შედეგი მარტივია. Pay-м თავისი სტრატეგია გარდაქმნა მასშტაბირებად მოდელად. დივერსიფიცირებული შემოსავლის სტრუქტურით, გამტკიცებული ტექნოლოგიური ბაზითა და სტაბილური შედეგების დინამიკით, ეს გახდა საფუძველი განვითარების შემდეგი ეტაპისთვის 2026 წელს. მომავლისკენ ვიყურებით და MalPay-ს აღვიქვამთ არა უბრალოდ როგორც საინვესტიციო კომპანიას, არამედ როგორც გრძელვადიან ფინანსურ და ტექნოლოგიურ პლატფორმას. მომდევნო წლებში ჩვენი ყურადღება რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე იქნება გამახვილებული. პირველ რიგში ციფრული პროდუქტების განვითარებისა და მათი ინტეგრაციის გაგრძელება ერთიან ეკოსისტემაში. მეორე, გაფართოება აზიის, ევროპის და სხვა რეგიონების ახალ ბაზრებზე, სადაც ციფრული ფინანსური ინსტრუმენტების მოთხოვნა იზრდება, ხარისხისა და რისკების მკაცრი კონტროლის შენარჩუნებით. მესამე, ინსტიტუციური მიმართულების გაძლიერება. MalPay დიდ პარტნიორებთან და ფონდებთან თანამშრომლობას განიშილავს როგორც ლოგიკურ შემდეგ ნაბიჯს, ოპერაციული მოცულობების გასაზრდელად და საერთაშორისო პოზიციის გასამყარებლად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ანალიტიკისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების განვითარებას. ჩვენ მონაცემებსა და ავტომატიზაციას ვუყურებთ არა როგორც დამხმარე ინსტრუმენტებს, არამედ როგორც მომავალი კონკურენტული უპირატესობის მთავარ წყაროებს. ჩვენი მიზანი არ არის სწრაფი ზრდის მიღწევა ნებისმიერ ფასად, არამედ მდგრადი, გამტვირვალე და მასშტაბირებადი ბიზნესის შექმნა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
MaoPay არის კომპანია, რომელიც გამძლეობისთვისაა შექმნილი, სისტემა, რომელსაც შეუძლია ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაცია, ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენება და გრძელვადიანი ღირებულების შექმნა ინვესტორებისთვის, პარტნიორებისთვის და მომხმარებლებისთვის. თუ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მიდგომა ინვესტიციებსა და ბიზნესის განვითარებაში თქვენთვის ახლობელია. MaoPay დაფუძნებულია სტრატეგიაზე, ტექნოლოგიაზე და გრძელვადიან აზროვნებაზე. ჩვენ არ გთავაზობთ სწრაფ გამოსავლებს და არ პირდებით უკისრიე შედეგებს. ამის ნაცვლად გიწვევთ ჩაერთოთ სისტემაში, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება და დროთა განმავლობაში მასშტაბირდება. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, სად აბანდებთ, როგორ მუშაობს ბიზნესი და რა მიზნებია წინ, გიწვევთ უფრო ახლოს გაეცნოთ MaoPay-ს, გადახედოთ ჩვენს მასალებს, გაეცნოთ ინვესტირების პირობებს და მიიღოთ თქვენი პირველი მოგება უკვე ხვალიდან. შემოგვიერთდით და გახდით მოგების ოკეანის ნაწილი.